აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე გაეცნენ. აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა 100-მდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. ასევე დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. მორიგი გასვლითი სკრინინგული ღონისძიების ფარგლებში გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისათვის ოზურგეთში ჩატარდა სკრინინგული კვლევების უფასო აქცია, რომლის ფარგლებში დაახლოებით 100-მდე დევნილმა მიიღო უფასოდ მომსახურება. მსგავსი აქციები უმნიშვნელოვანესია სამინისტროსისას, ვინაიდან გვეძლევა შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაცია დავამყაროთ ჩვენს ბენეფიციარებთან, გავიგოთ მასის საჭიროებები და უარყოთ ჩვენი მოქმედი პროგრამები. მსგავსი აქციების ფარგლებში დიაგნოსტირებული დაავადებები ხშირ შემთხვევაში საჭიროებს შემდგომ რეაგირებას, რის საშუალებასაც იცლება სამინისტროში მოქმედი პროგრამები. მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე ჩვენ თანამოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების მიხედვით ისარგებლონ იმ მუნიციპალური პროგრამით, რომლებსაც სამი მუნიციპალიტეტი სთავაზობს მათ. მაყოფილები ვართ, მიდის რა თქმა უნდა მედიკამენტების გაცემაც და დიდი მადლობა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და თუ კი იქნება კიდევ ინტენსიურად ესეთი შეხვედრები, ნამდვილად დიდი მადლობელი დარჩებით.